დასრულე პატია. ესრულე შვილო. დამიმტკიცე რომ დონდარი ხარ. Nabati umero. Marfala ჩემი შვილი ხარ. ოჯახი. დროზე მივდივართ. დროზე. წადე. Hello. უცნაურად არ გეჩვენება? ჩვენი მანქანის გარდა სხვა კვალი არ ჩანს. პერიმეტრი ჩვენ შევისწავლეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. მფრინავი მანქანები არ არსებობს. ადამიანებიც ვერ გადაფრინდებოდნენ. ელიფი და ჰუსეინი იქ როგორ აღმოჩნდნენ? მტკიცებულებები გააქრეს, მხოლოდ ის დატოვეს რაც უნდოდათ. რომ გვენახა. ომერი მართალია. მართლა პროფესიონალები არიან. თაიერს განყოფილებაში თავისი ხალხი ისევ ხავს. ომერი სად არის? თაიერ დონდორის სახლში შევიდა, არც მოგვისმინა. რა თქვი? რა? ვის სახლში? გავაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერა. თქვენ აქ რას აკეთებთ? გამოგვისტუმრა. ჩხრეკის ორდერი არ გვაქვს და პრობლემები შეგექმნებათო. თქვენს დაუჯერეთ არა? არ და ისე ლაპარაკობ, თითქოს ომერს არ იცნობდე. ვიდრე არ დარწმუნდა რომ წამოვედით, იდგა და გვიყურებდა. თუ ვერ დაარწმუნა და ვერ შეაჩერე, რატომ არ დაგვირეკე? რა არ ვცადეთ, მაგრამ არ მოგვისმინა. რამე უნდა მოგეფიქრებინათ. მისი მარტო დატოვება შეიძლებოდა? რას აკეთებ? ომერს ვურეკავ. აბონენტი დროებით მიუწვდომელია ხმოვანი სიგნალის შემდეგ. ტელეფონი გამორთული აქვს. ჯანდაბა. მარტო როგორ დატოვეთ, როგორ? ომერ. სიმართლე გითხრა. რაღაც მომენტში მომეჩვენა რომ ვერ შეძლებდე. შენი პრობლემაც ეს არის. სათანადოდ ვერ მაფასებ. ოჯახი. სულ ასე გამახარე ხოლმე, კარგი? ერთი გასროლით პოზიციაც გაიმყარე და ერთგულებაც დამიმტკიცე. ოჯახი პატია. იმედია შენს დამიმტკიცებ რომ მამა ხარ. ვინცით მენს ისიგებ შვილო. მოთმინება უნდა ისწავლო. აი რა არის ყველაზე მთავარი. იმედია მოთმინება სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს, მამიკო. იმედია. დაურეკე. კიდევ დაურეკე და უთხარი ახლავე აქ მოვიდე, შქარა. დაკავება. ალბათ არსალია. ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მასაც, მამამისსაც და მის ჯიშსაც. დამშვიდდე, გამიშვი. პატიბეის ყველაფერი გათვლილი აქვს. რა აქვს გათვლილი, რა ამიხსენი? ფეხის გარეშე დამტოვა და ჩემი ძმის საცოლეს მკვლელობა დააბრალა. ჩემმა ცოლშვილმა დამმარხა და გამომიტირა. დამასაფლავა.
მე ჰუსეინ დემირი ვარ. წარით განანებთ. დაურეკე იმ ნაძირალას. დაურეკე და უთხარი ახლავე მოვიდეს. თორემ მომერთან წავალ და ყველაფერს ვეტყვი. გასაგებია? დარეკე. ვიცი, ომერი ეტყო და წადითო. საფრთხეს აარიდებდა, მაგრამ ასე როგორ შეიძლება? მეგობარი იქ როგორ დატოვეს? ასე როგორ გაწირეს? იცოდე, ომერს რამე რომ მოუვიდეს, იფექს და თოლგას არასდროს ვაპატიებ. არდა, კარგი რა, რაც მოხდა, ვერაფერ შევცვლით. ახლა ვცდილობ ტელეფონის სიგნალით ომერის ადგილსამყოფელი დავადგინო. ამდენი დრო არ გვაქვს, ფელო. პირდაპირ თაიერთან შევალ და მისგან გავიგებ ჩემი მეგობარი სად არის. ვინ უნდა იყოს? ნახე ფელო, თოლგა იქნება. ალბათ ბოდიშის მოხდა უნდა. მასთან ლაპარაკის თავი არ მაქვს. თოლგა არ არის. ალბათ ბანკია, წაშალე. ომერს მოაკითხეთ, წაიყვანეთ. რა? არდა, ომერის ადგილსამყოფელი შეგვატყობინეს. უკან დაბრუნდი, უკან. აქ რას აკეთებ? სად იყავი, ნილუ? მითხარი მალე დაუბრუნდებიო. თავიდან მომიშორე. ტელეფონსაც არ იღებდი. ნილუ, რა მოხდა მითხარი? ფათიხს შეხვდი? არავის შევხვდრი ვარ. არც არავინ მინახავს. ცუდად ვარ, გესმის? უნდა დავიძინო, კარგი? მაგრამ გადაწყვიტე? საბუთს ხელი მოაწერე? ფათიხს გაშორდები? ასლი მარტო ყოფნა მინდა. განქორწინება ერთადერთი გამოსავალია, ნილუ, გესმის? იმ კაცმა ელიფს ცხოვრება დაუნგრია. ელიფი ციხეში გამოკეტა. ამაზე დაფიქრდი. ნილუ. შენ და ფათიხს მომავალი არ გაქვთ. არ დაგავიწყდეს. მოდი ფათიხ დუნდარ. ეს მშვენიერი ღამე სასიამოვნო სიურპრიზით დავასრულოთ. ადვოკატო, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თაიერბე. რაც გთხოვე მოიტანე? ოცნება გისრულდა ფათიხ დუნდარ. რას გულისხმობ? გამომართვი და თვითონ ნახე, ჩემო საამაყო შვილო. კეთილი იყოს შენი ოჯახში შემობრძანება. ხომ თქვი პროცედურა გადავდეო. მინდოდა შემეშინებინე და ჩემს მხარეს გადმომეყვანე. ზოგჯერ ადამიანს мотивация სჭირდება, ხომ ასეა? qalbi არ გიგონოს, ნამდვილია. პირადობის მოწმობას თვითონ აიღებ. ლოდინი აღარ მინდოდა. თანაც დღევანდელმა წარმოდგენამ გული ამიჩუყა. აბა, მამას არ მოეხვევი? მაგასაკიდან გამოვედი. მე დაგტოვებთ თაიერ დუნდარ.
მადლობთ ადვოკატო. ნახვამდის. სტომარს ვეღარ ვაკავებ, სასწრაფოდ მოდი. ნეჯდეთი. მეც სავალ. სად მიდიხარ? რადგან მამა ჩემი გახდი ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო. უკვე სრულწლოვანი ვარ თაიერდუნდარ. გამიგე მეც ვღელავ შვილო. როგორც კი ომერის სიკვდილის ამბავი გაირკვევა, მისი მეგობრები ძებნას დაგიწყებენ. ამიტომაც მივდივარ. მაშინ ვიაქ მოვლენ. სასწრაფოდ უნდა გავქრე. მომისმინე, რამე თუ დაგჭირდება დამირეკე. ჭკუით იყავი. ომერ. არდა, გამომყევი. ომერ. უნდა მომკლა. ძალიან გინდა? კომისარო, თავს ნუ დაიმცირებ, არ გეკადრება. რას აპირებ ფათი? რა გინდა? მე და შენ ცხოვრებას განსხვავებული თვალით ვუყურებთ. ბუნებრივია, რომ ჩემი არ გესმის. დაიჩოქი, კომისარო. მეთინი ფათიზე ძლიერი აღმოჩნდა რა. საყვარელი ქალი შეგიძულებს. მეთინი მალე წარსულს შებრდება, დაიჩოქე. რამე სისულელი არ ჩაიდინა. მომენტე. შენს მოკვლას არ ვაპირებ. ოდნავ გაგკაცრა. ოღონდ იცოდი, არ გაინძრე. დამშვიდდი ომერ. და არის უნთქო. დალია. უკითხარ? ოჩაღ. ფათი დუნდარი კარგი მსროლელი ყოფილა. თორემ ჩვენს გული გაგვისკდებოდა. ვერ წარმოიდგენ როგორ შეგვაშინე. მაგ კაცის ვერაფერი გავიგე. რა უნდა? ჯერ ელიფი გაწირა, მერე შენ გადაგარჩინა. თუმცა იცის, რომ პასუხს მოსთხოვ. საკუთარ თავს პრობლემებს უქმნის. არ ვიცი ერდა. სენდისი რომ აწუხებდეს საყვარელი ქალის და სასე არ მოექცეოდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფათი დუნდარ სურპრიზები უყვარს. წავიდეთ აქედან, ათექი. ჯერ საავადმყოფოში გავიაროთ. საავადმყოფოში რა მინდა, ფელო?
უბრალო ნაგაწრია, თავი დავარტყე. გონება ამიტომ დავკარგე. ომერ, ჩემი საუკეთესო მეგობარი დაჭრილია და ექიმთან უნდა წავიყვანო, გასაგებია? თანაც დამნაშავე ხარ. სახლში უნებართვოდ შეხვედი. დამნაშავე კი ჩუმად უნდა იყოს. ომერ დემირ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. წამოდი. ომერ გირჩევ დანებდე. ხომ იცი როგორია, შეიძლება გცემოს კიდეც. დროზე. ცოტა ჩქარა. ნაძირალა. ეს არის შენი გეგმა. რა გაყვირებს? რა მაყვირებს? შენ მართლა სულელი ყოფილხარ. იმ გოგოს მკვლელობა რატომ დააბრალე? რა სისულელეს ამბობ? ის თუ მკვლელია, შენ ცოცხალი როგორ ხარ, დაფიქრდი? ცოცხალი ვარ, მაგრამ შენ გარდა ეს ვინ იცის? ახლა რას აპირებ? ის გოგო ციხეში უნდა ამუალპო? ძლიერი გოგოა. ომერი რამეს მოიფიქრებს და გამოიყვანს. რა მექნა? ცალკე შენი ძმა და კიდევ თაიარდუნდარი. მეტი რა მექნა? ეს ადვილი გგონია? მე რომ არა, ახლა მკვდარი იქნებოდი. ელიფი ციხეში მაინც მოხდებოდა. ყველაფერი იდეალურად დავგეგმე. ილოცე რომ ცოცხალი ხარ. ჩემთვის უნდა გეკითხა, ჩემთვის. იქნებ სხვა გამოსავალი მეპოვა. ომერიც გადარჩებოდა, ელიფიც და არავინ დაზარალდებოდა. თავი ასეთი ჭკვიანი გგონია, ჰუსეინ. მაპატია, მაგრამ საამისო ჭკუა ნამდვილად არ გაქვს. სტრატეგია არ ხარ, ჰუსეინ. მხოლოდ სროლა გეხერხება. თაიარდუნდარმა დღემდე ამიტომ აგიტანა. იცოდე, მეც მამა ჩემის გზას გავყვები. კარგი, თავს უნდა გაუფრთხილდე. გასაგებია? კარგი, მადლობა. ომერ, დარწმუნებული ხარ? ბევრი სისხლი დაკარგე. უნდა დაისვენო სიკვდილს ძლივს გადაურჩი. ამიტომაც ვარ გაბრაზებული. ძალიან ჯიუტი ხარ. ჯობდა ექიმს ენახე. ჭრილობას თვითონ მივხედავ. წადით. არა, აქ დაგელოდებით. კარგი, ძალას არ დაგატანთ. არ მესმის. რაში მადანაშაულებ? მე კი მგონია რომ შვენივრად გესმით. იფეკ. წადი აქედან. თორე მიცოდე ძალიან ინანებ. რა თქვით? ომერ. შენი ყოფილი საცოლე აქედან წაიყვანე. თავიდან მომაშორე, თორე მუსიამოვნება მოხდება. კისერზე რა გჭირს, ომერ? რაზე გამათობთ? მაინტერესებს, ნედრეთ ჰანიმი თაიარდუნდარის სახლში რას აკეთებდა? მეც ამისთვის მოვედი. რა დამთხოვაა? არ მესმის, ჩემი იქ ყოფნით თქვენ რატომ დაინტერესდით? ეს ერთი და მეორე. ელიფის მამიდას რა უნდა იმ კაცთან, რომელმაც მისი ძმისშვილი საკანში გამოამწყვდია? თაიართან იმიტომ მივედი, რომ ჩემი ძმისშვილის ბედი მაღელვებს. თუ გგონია, რომ მასზე მხოლოდ ჩემ ფიქრობ. გითვალთვალებდით. მისი სახლიდან რომ გამოდიოდით, იმ ქალს არ გავდით, რომელიც თაიართან საყვედურის სათქმელად იყო მისული. საკმაოდ კმაყოფილი გამომეტყველება გქონდათ. ალაჰ, გაძლება მომეცი. მე ჩემი სადარდებელიც მყოფნის. თქვენთან კამათის დრო არ მაქვს. წადით აქედან. აქ აღარ დაგინახოთ. ასე იოლად ვერ მომიშორებს. მომისმინენ. რა გინდა? ამ ქალზე ასეთი გამწარებული რატომ ხარ? რას მეკითხები, ომერ? თაიარდუნდარის სახლიდან გამოვიდა, მეტი რაღა გინდა? და აქ იმიტომ მოხვედი, რომ თაიარის სახლში იყო, არა? ამაში ვერ დამარწმუნება. გულახდილად მითხარი. ამ ქალს რას ერჩი? ეს ძალიან საშიში ქალია. გასაგებია? შენი და ელიფის დასაშორებლად რა აღარ შემომთავაზა. დნმ-ის ტესტის შედეგებიც მან გააყალბებინა. ომერ დემირ.
შენს დაისვენე და მეც დამასვენე. ნედრეთ, სწორედ ახლა დარეგოს და შენს გახარებას ვაპირებდი. რა მოხდა? დღემდე შენგან კარგი ამბავი არ მსმენია. Biliyorum senin ვიცი, შენი გულის მოგება იოლი არ არის, მაგრამ ეს ამბავი ძალიან გაგახარებს. bilirsin diye düşündüm. როგორც იქნა ომერი თავიდან მოვიშორეთ. ცოცხალი აღარაა. მართლა? Sen გეგონოს. Ömer bir ომერი რამდენიმე საათის წინ ჩემს თვალწინ მოკვდა. ომერი ცოტა ხნის წინ ჩემთან იყო. ნეტა რომელიც ჩვენგანი დაბრმავდა. რა? ვაიმე. მე მეგონა ნედრეთანემი ოჯახის შესაფერისად არ მთლის და ასე იმიტომ მეკცევა მეთქი. ესე იგი რაღაც მიზეზია, რის გამოც ჩემი და ელიფის დაშორებას ცდილობს. ფილიზის ისტორიას თუ გავარკვევთ, ყველაფერს ფარდა ეხდება. საინტერესო ისტორიებს რა გამოლევს, çıktı zaten. მაგრამ დღეს საკმარისია. წავიდეთ და ვისვენოთ. hadi. მიპასუხე, ფათიხ, მიპასუხე. მიდი, მიპასუხე. Aç ulan şu დროზე მიპასუხე. aç. მიატოვე და წამოხვედი. ჩემი ძმა ორმოში როგორ დატოვე? Dibinde. გაგიჟდი? იქნებ სასიკვდილოდ დაიჭრა. ან იქნებ არდამ და ფელომ ვერ მიუსრეს. ჩემი ძმა ცოცხლად დამარხე? გაჩუმდი თორემ დაგახრჩობა. შენი ძმა ცოცხალია. ხედავ, რეკავს. ალბათ უკვე გაიგო, რომ ომერი გადარჩა. Senin şu შენი ძმა იმ საფლავში ცოტა ხანს კიდევ რომ გაჩერებულიყო, არაფერი მოუვიდოდა. ომერი უნდა გადავარჩინო. თაიარი გავაჩუმო. bir de hasta და კიდევ ყოფილი პოლიციელის ბილდსიტყვაობა ავიტანო? რა გინდათ? ახლა როგორ მოვიქცეთ? იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი. მე შენ გჭირდები. ჭირდები? რას ნიშნავს მჭირდები? ჩვენ ხომ თანამზრახველები ვართ, პარტნიორები. ბევრი რამ შეიცვალა. istediğimi არ მეგონა სასურველს ასე იოლად თუ მივიღებდი. düşünmüyordum. თაიარ დუნდარი მეტისმეტად გულჩვილი გამოდგა. შვილად მაღიარა. მართლა? გაღიარა? ოჯახ. წადი კისერზე ჩამოეკიდე. მაგის გამო რამდენი ადამიანი დაღუპა. ჰუსეინი, თაიარი თავიდან უნდა მოვიშოროთ. შენ მამა ჩემს მოკლავ. მე კი მის იმპერიას სათავეში ჩავუდგები. Sana da ვერც წარმოიდგენ იმდენს გადაგიხდი. წახვალ და ცხოვრებას თავიდან დაიწყებ. ხომ ამბობდი ეს იმპერია ორივეს გვეკუთვნისო? ne oldu da biz? აზრი რატომ შეიცვალე? He? ფეხი მომაჭერე. ჩემი სარძლო ციხეში ჩასვე. სანაცვლოდ რა მივიღე? ო, რა მივიღე? ახლა გინდა რომ მამა შენიც მე მოკლა რა? ასე არ გამოვა. ასე არ შევთანხმებულ ვართ. თავიდან მომწყდე. წადი აქედან ფათიხ დუნდარო. ჰუსეინ, შენ აღარ არსებობ. მკვდარი ხარ. თაიარის სიკვდილის შემდეგ თავისუფალი იქნები. Alırsın ფულს აიღებ და საზღვარგარეთ წახვალ. kurarsın. გირჩევ დამთანხმდე. იმდენს მოგცემ, რომ შენი შვილიშვილებიც კი მეფურად იცხოვრებენ. ყველაფერი დავგეგმე. თაიარის სიკვდილის შემდეგ ყველა დავისვენებთ. შენ, მე, ომერი, ელიფი, ნილუფერი. Fer. შენი შვილებიც კარგად იცხოვრებენ. პირადად დავეხმარები. მათზეც იფიქრე. ერთი პირობით. სადაც წავალ, ბურჰანსაც დავიყვანო. ყველაფერი უნდა გააფუჭო, არა? Göreceksin değil mi? ადრეც გითხარი, ეს დიდი რისკია. ომერი ბავშვის ზებნას დაიწყებს. მომისმინე, ფათი. კარგი, კარგი. Seninle küçük გაგეხმარები და შვილთან ერთად წახვალ. şeyler yapacağım. შევთანხმდით. Ben de გარიგებას ვდებთ. hem
საკუთარი თავისა და ოჯახის გულისთვის შენს უნამუსო მამას მოუკლავ. ყველაზე მოგებული კი შენ დარჩები პატარა დუნდარო. გამომშვიდობისა. ჩვენ შემოვალთ ომერ. სახვევს გამოგიცვლი. ელო უბრალო ნაგაწრია. თვითონ მივხედავ. შენი მარტო დარჩენა სახიფათოა. მე ტაქსით წავალ. თქვენ კი ომერთან დარჩით. კიდევ თუ დავიგვიანე, იაზის ძიძა გამექცევა. კარგი, დილით განყოფილებაში შევხვდებით. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. თქვენ წადით დაისვენეთ. მარტო ყოფნა მირჩევნია. არ იდარდოთ. კარგი, ჩაი მაინც დავლიოთ. არდა. წადით დამტოვეთ მეგობარო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგი, წავალთ მეგობარო. ოღონდ აქ სალიქს გამოგზავნით. არ გაგვიბრაზდა. თაიერს უკვე ეცოდინება რომ ცოცხალი ხარ. კარგი. არდა. ქოხში რომ იყავით, რამე იპოვეთ? ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. კარგი. გამომშვიდობისა. ელო. პროკურორს დაურეკე? დავურეკე. იმედია ხვალ შენთვის სიურპრიზი მექნება, მაგრამ ომერ ზედმეტად თავს ნუ დავიიმედებთ, კარგი? მერე გული დაგვწყდება. ადამიანს იმედია ცოცხლებს ფელო. ელებთან შეხვედრის იმედი ძალას მატებს. დამტოვეთ, წადით. ომერ დემირმა ბოლო სიტყვა თქვა და დაგვემშვიდობა. რატომ გამაჩუმე? მინდოდა ის მეთქვა, რამაც დაგვაეჭვა. დილამდე ვერ დაიძინებდა, არდა. ვერ ხედავ? სიკვდილს ძლივს გადაურჩა, დაისვენოს, გონება მოიკრიბოს. მაგრამ თვითონ თქვა ადამიანს იმედია ცოცხლებსო. ესეც იმედია. ასე არ არის ფელო. ფუჭი იმედი გულს ატკენს. იქნებ ვწდებით. უფრო მეტად გაღიზიანდება. ჯერ დავრწმუნდეთ და მერე ვუთხრათ. კარგი ფელო. კარგი, ვაღიარებ, ქალები ჩვენზე ჭკვიანები ხართ. უფრო მეტიც. თქვენ წინაშე თავს მოწიწებით ვხრე. იმასაც დავამატებ, რომ ქალების გარეშე ეს სამყარო ვერ იარსებებდა. ჩემო საყვარელო, ჩემო სიხარულო, ჩვენ სახლში მოვედე. ყველგან შენი სურნელი ტრიალებს, ყველგან შენ გხედავ. შენზე ვფიქრობ. მშვიდად ვარ, იმედიანად. გონია რომ ნებისმიერ წუთს კარი გაიღება და დაბრუნდები. ამ იმედით ვცოცხლობ. ზარს დარეკავ. კარს გააღებ და შემოხვალო. მე მჯერა ელიფ. გთხოვ, შენც უნდა დაიჯერო. წუთი არ არის, რომ შენზე არ ვიფიქრო. მე შენთვის ვსუნთქავ. შენთვის ვცოცხლობ. საყვარელო. ჩემო სიხარულო, მოუთმენლად გელოდები. მოღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. მალე ერთად ვიქნებით, საყვარელო. ჩვენი სახლის კარს ერთად შემოვაღებთ, ჩვენს ბუდეში ერთად შემოვალთ. მე მჯერა ძვირფასო.
ჰუსეინ. ჰუსეინ. ჰუსეინ, გაუძელი. ექიმი მალე მოვა. ომერიც მოვა. ნუ გეშინია გადაგარჩენთ. გაუძელი, გთხოვ. გაუძელი, ჰუსეინ, გაუძელი. ელიფ. შენ მომგალე. მაგრამ გაბადეა. მე მკვლელი არ ვარ. მე მკვლელი არ ვარ. არ ვარ, არა. მკვლელი არ ვარ. არა. მკვლელი არ ვარ. მკვლელი არ ვარ. არ მომიკლავს. მე არ მომიკლავს. არა. მე არ მომიკლავს. სად ჯანდაბაში ხარ? სად ხარ? სად ვიქნები მამიკო? სამოქალაქო რეესტრიდან ახლახან გამოვედი. რა გეჩქარებოდა? ლამის გული გამისკდეს და შენ რას აკეთებ? რატომაც არა? კარგად იცი ამ მოწმობის გამო რამდენი რამ გადავიტანე. ნახე რა წერია? სახელი ფათიჰი, მამის სახელი თაიარი. ფათიჰ დუნდარე, მაგარია. კაცი ლამის ჭკუიდან გადავიდე, შენ კი რას მიედმოედები? ომერი არ მომკვდარა. მთელი ღამეა გირეკავ, რატომ არ მპასუხობ? რას ნიშნავს არ მომკვდარა? შენ უნდა გკითხო. რა და როგორ მოხდა შენ უფრო გეცოდინება? შენ თვალწინვესროლე და ორმოში ჩავაგდე. რა იღბლიანი ყოფილა ეგ კომისარი? წყალსაც საუღიხართ შენც და ომერიც. თუ მიპოვა არ შემარჩენს, მაშინვე დამაპატიმრებს. დამშვიდდი, პანიკა საჭირო არ არის. შენი დაჭერა რომ უნდოდეს, აქამდე დაგიჭერდა. კომისარს ორივე კარგად ვიცნობთ. თავისი გეგმები აქვს. ასე რომ ვერაფერს დაგვიშავებს, დამშვიდდი. ყველა საქმე მიატოვე და სახლში წამოდი, ახლავე. დილამშვიდობის კოლომბო. დილამშვიდობისა. მადლობა. მადლობას ნუ მიხდი. დამეხმარე. მომისმინე, ბრაზიანი მზარეული ვარ. გასაგებია, შენ ამოალაგე, მე კი მანამდე ხელებს დავიბან. დაუჩქარე ცოცხლად. მთელი ღამე ხრინავდი. აისელ, არ დამაძინე. თუ ასია სხვაგან გადადი. Allah. აბა მითხარი, მზარეულს უპირველესად რა სჭირდება ომერ? ასლი წინ საფარი არ მინდა. აუცილებელია ომერ, აუცილებელი. ახლა მითხარი რა გამოცდილება გაქვს? ასლი დრო ცოტა გვაქვს, უნდა ვიჩქაროთ. იცოდე სამზარეულოდან გაგაგდებ. ისედაც გაღიზიანებული ვარ და ჯავს შენზე ვიყრი. მიპასუხე. რამდენჯერმე მინახავს დედაპურს როგორ აცხობს და კვერცხის შეწვა ვიცი. სულ ესაა. კარგი, ყველაფერს გასწავლი. შევთანხმდით, მიდი ახლა ღრმად 100 მომეცი. ღრმად 100? მეტი არაფერი. ისერი გამიშეშდა. რა გიგვირს? საშინელი საწოლია. ეს ციხეა, ციხე. ადექი. საუზმეს ამზადებენ. რამე შეჭამე. არ მშია, გმადლობთ.
რა ხდება? ჩვენ გვერდით ჯდომას არ კადრულობს? რა თქმა უნდა, აქ ხორცს, თაფლიან ღვეზელებს და შოკოლადებს არავინ მოგართმევს. განებივრებულ უსაქმურო. ხმა მოიღე. ელიფ დენიზერ, მნახველი გყავს. რა ხდება? დღეს შეხვედრის დღე არ არის. აქაც პატრონი ჰყავს. პრეტენზიები ფურცელზე ჩამოწერე და პროკურორს გადაეცი. იმას მოსთხოვე. ხედავ რას ბედავს. საკანში 64 მოიწყო. ეს ქალი უკვე ნერვებს მიშლის. მიუხედავად იმისა, რომ ფულს მიხდიან. რა გემართება? კარგი გოგო ნაჩანს. რა დაგიშავა? ფსიქიატრი მოვიდა. ერთმანეთს არ შეეხოთ. თხოვთ. გაიგეთე? რა გჭირს? არაფერი, პატარა ნაკაწრია. მე ვერ მომატყუებ. რა მოხდა? სინიორინა, მე პოლიციელი ვარ და გავიწყდა. პატარა შეტაკება მოხდა. მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. კარგად ვარ. მოდი დაჯექე. რა მოხდა? აკოფნა ასე ძალიან გეჭირს? თვალებში სევდა, ამიტომ გაქვს? ახლა გავიღვიძე, ალბათ ამიტომ. მართლა? რა მოხდა? ხო მითხარი, ერთი კვირის შემდეგ მოვალო. ფელო პროკურორს დაელაპარაკა. სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ დაგკითხო. იქნებ რამე გაგახსენდა. არაფერი მახსოვს. არაფერი. საყვარელო. ეს უბრალოდ მიზეზია. აქ შენ სანახავად მოვედი. უშენოდ ვერ გავწელე. ძალიან მომენატრე. მეც ძალიან მომენატრე. თავარი სიურპრიზი აქ მაქვს. რა არის? კრუასანი. მაგრამ ეს ჩვეულებრივი კრუასანი არ გეგონოს. შენმა უნიჭო შეყვარებულმა გამოაცხო. შენ გამოაცხვე? ხო. ჩემთვის? ხო. რა არომატულია. არ გასინჯავ? არა. საკანში შევჭა. მიყვარს, როცა შენი მოტანილი საჩუქრები იქ მიმაქვს. ყოველთვის შენთან ვარ, საყვარელო. კიდევ რაღაც მაქვს. ყველაზე მეტად ეს მჭირდება. ხო. წერილიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა? გადაიფიქრე? არ გადამიფიქრებია. თელეგრამზე წერდი და ვხევდი. გრძნობების სიტყვებით ვერ გამოვხატე. სიტყვები არასაკმარისი აღმოჩნდა. რას უგრძნობ, როცა თვალებში გიყურებ? ვერ გადმოვეცი. რაღაც უნდა გითხრა. ცულკს აყვედურობდი, უგულო და უხეში ხარ მეთქი. მაპატი. შენ ყველაზე მგრძნობი არა, კეთილი და დახვეწილი ხარ, მათ შორის ვისაც მე ვიცნობ. შენთან სხვაგვარად მოქცევა როგორ შეიძლება? ამ საოცარ გრძნობაზე უარს როგორ ვიტყვე? შენი ღიმილისთვის მთელ სამყაროს გადავატრიალებ. საში ავიჭრები.
და ვარსკვლავებს ჩამოგიდან. ელიფ, საყვარელო, ხოლე რაც გინდა, ყველაფერ შეგისრულება. თავისუფლება მინდა. მინდა რომ ტყვეობა, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ომერ. სხვა არაფერი მინდა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.